მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, ერთდღიანი სემინარი, ასე რომ ვთქვათ, შეხვედრა კლუბებთან, ლიგა 1-ის 10 კლუბი ესწრება, სტუმრები ყავს UEFA-დან, უშუალოდ UEFA-ს ტურნირების, ევროტურნირების ხელმძღვანელები არიან ჩამოსულები. სამწუხაროდ ძალიან წარუმატებელი წლები ჰქონდა გასულ წლებში, რაც სარსახად აისახება ჩვენ საკლუბო რეიტინგზეც, რაც ნამდვილად არანაირად მისაღები არ არის. ჩვენ ხშირად უსმევთ ხოლმე ხას იმას, რომ თითოეული კლუბის ევროტურნირებზე მონაწილეობა აისახება მთლიანად ქართულ ფეხბურთზე, საკლუბო ფეხბურთზე, იგივე კოეფიციენტებზე, თითო თამაშის ქულაზე, იგივე მათ შემოსავლებზე, ფინანსურზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რომ უფრო და უფრო განვითარდნენ და სტაბილურად ფინანსურად სტაბილურები გახდნენ და აქედან გამომდინარე ძალიან გვინდა რომ კლუბებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული, როგორ მიუდგებიან ამ საკითხს, რამდენად პასუხისგებლობით მოეკიდებიან, ვინაიდან გამეორდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თითოეული მათ თამაში ევროტურნირებზე ეს არ არის მხოლოდ მათი კლუბის. ეს არის მთლიანად ქართული ფეხბურთის, საკლუბო ფეხბურთის და რომელიც აისახება შემდეგ უკვე მომდევნო წლებზე. It's a great opportunity for us as well from an UEFA perspective to come and to meet all the individual clubs and to discuss and get their feedback on their opportunities. In combination with competitions, we are offering the 3 club competitions, Champions League, Europa League and Conference League, and we really see it as a chance, and therefore we appreciate the invitation from Levan and its team to really invite us to discuss and find opportunities, in particular for the clubs individually of Georgia, how they can use the opportunities in our competitions to get better as individual clubs, and this helping the whole country to get better on club competition football and in football in general. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი სახის შეხვედრები კლუბებთან, ფეხბურთის ფედერაციასთან, UEFA-სთან ერთად, რათა მოხდეს კლუბების გრძელვადიანი გეგმების ფორმირება, სწორი აქცენტების განსაზღვრა და დასმა კლუბების ყოველდღიური ცხოვრებისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩამოსულები არიან UEFA-დან საკლუბო შეჯიბრებების ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პირველად არიან ასეთ დონის ფიგურები თბილისში ჩამოსული ჩვენთან შესახვედრად, მათ გავიკეთეს ძალიან ფართო პრეზენტაცია UEFA საკლუბო ტურნირების, რომელიც მოგიხსენებათ, ახალი ფორმატით ტარდება და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კლუბს ჰქონდეს ინფორმაცია თუ რა სქემით ხდება ამ ჩემპიონატების ორგანიზება და ასევე რა გზებით არის შესაძლებელი რომ მივიდეს ქართული კლუბები ესოდე ნანატ ჯგუფურ ეტაპამდე. შესაბამისად დიდი მადლობა მინდა ფეხბურთის ფედერაციას ამ ინიციატივისთვის და UEFA-ს გადავუხადო. ვფიქრობ ნაყოფიერად ჩაივლი შეხვედრა და გამოვიყენებთ ამ გამოცდილებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ რანგის სტუმრების ჩამოსვლა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ყველაზე მეტად იციან საკლუბო ჩემპიონატის ორგანიზების დეტალები. შესაბამისად ფლობენ იმ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ჩვენ დაგვეხმაროს კონკრეტულად მოსამზადებლად კონფერენს ლიგისთვის და შესაბამისად უფრო მეტად წარმატებული ვიყოთ უშუალოდ ტურნირზე. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია თუ რას უნდა ველოდოთ პირველ წრეში. პირველ საკვალიფიკაციო რაუნდის გადალახვის შემთხვევაში გვაქვს წარმოდგენა რას უნდა ველოდოთ უკვე მეორე რაუნდში და შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი თუნდაც იმიტომ რომ მოვემზადოთ სწორი ტაქტიკით შევხვდეთ საკონფერენციო ლიგის საკვალიფიკაციო თამაშებს. ჩვენ როგორც იცით, წერს პირველად ვასპარეზობთ უმაღლეს ლიგაში, რამდენიმე წელი უკვე აღარ გვიასპარეზია. ჩვენთან სტუმრად ახლა ჩამოსულები არიან როგორც გავიცანით UEFA-ს წარმომადგენლები საკლუბო ჩემპიონატის, წარმოადგენს მათ თავიანთი ხედვა, გეგმები, თუ როგორ შეიძლება იქნას განვითარებული ქართული ეროვნული ჩემპიონატი. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ, რაც მოვუსმინეთ მე პირადად პირველად გავეცანე ამ მასშტაბურ პროექტს და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი დაინერგება, რომელიც გამოგვადგება ჩვენი შემდგომი განვითარებისაც, რომ აუცილებლად ვიასპარეზოთ ევროტურნირებზე საქართველოს სახელით.